შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს. დაკავებულია 49 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული. მათ შორის 5 კანონიერი ქურდია. შინაგან საქმეთა სამინისტროში მარნეული ნიუსჯის განუცხადეს, რომ დაკავებულებს შორის 10-მდე პირი მარნეულიდან და ბოლნისიდანაა. მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებებში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 სეკუნდა, 223 ტერცია და 223 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.